საღამო მშვიდობის მე დათა გვასალია ვარ, პოზიტივი ანალიტიკა წარმოგიდგენთ კვირის პოსტს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ჩემი კოლეგა სალომე გობრონიძე აშუქებს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, რომელიც ბრატისლავადან პირდაპირ ეთერში გვერდდება. სალომე, გისმენთ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციას ხვალ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბრატისლავაში საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უმასპინძლებს, სადაც გაიმართება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრა შალვა პაპუაშვილსა და სლოვაკ კოლეგას შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ორი ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და ბუნებრივია მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილების შესახებ უფრო მეც სწორედ ამ განცხადების შემდეგ გავიგებ. თუმცა მანამდე, როგორც იცით, ოფიციალური ბრატისლავას მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრული პოლიტიკა უკვე დიდი ხანია ცნობილია. სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს დიდი მხარდამჭერია და ბუნებრივია. შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ის უსამართლო დამოკიდებულებებიც იქნება, რომელიც ევროკავშირში ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ აქვს, როდესაც ჩვენს ქვეყანას უბლოკავენ დიალოგის გზას და ირჩევენ დირექტივების ენას. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობრებმა შეძლონ საღი აზრის შეტანა სხვადასხვა განხილვებში. გარდა ამისა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იმსჯელებენ იმ კონკრეტულ გზებზე, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს კავშირები საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის. პარლამენტის თავმჯდომარესთან ექნება შეხვედრა, ისე როგორც კოლეგებთან სლოვაკეთის პარლამენტში გვექნება უპირველეს ყოვლისა საუბარი ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობაზე, რომელიც გვინდა რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე მეგობრობის ჯგუფებს შორის გაცვლით. ბოლო პერიოდში არის ინტენსიური ვიზიტები მაღალ დონეზე, იცით რომ საქართველოს პრეზიდენტიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა სლოვაკეთში. ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომელიც ქართული ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ. მნიშვნელოვანი არის, რომ იმ პროპაგანდის და აგრესიული რიტორიკის ფონზე, რომელიც ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული ხელისუფლება ევროკავშირში საქართველოს წინააღმდეგ ეწევა, ჩვენ მეგობრებმა შეძლონ საღი აზრის შეტანა სხვადასხვა განხილვებში, ასე რომ სლოვაკეთთან გვექნება, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობასთან ერთად, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებით არამეგობრული პოლიტიკის, სხვა ქვეყნებისგან არამეგობრული პოლიტიკის მიმართ სლოვაკეთის მხრიდან მეგობრული პოლიტიკის გახმარებას. საბედნიეროდ სლოვაკეთის ხელისუფლება ჩვენ ვაკვირდებით, რომ აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართულ ხალხთან და საქართველოსთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან პარლამენტთან გქონდეს კომუნიკაცია იმაზე, რომ სხვა მათ კოლეგებთანაც მიიტანონ ის სწორი საღი აზრი, რომელიც ასე სჭირდება დღეს უპირველეს ყოვლისა თავად ევროკავშირს და რა თქმა უნდა ქართულ ევროპულ ურთიერთობებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკვე ბრატისლავაშია. სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ხვალ გაიმართება. დიდი მადლობა, ეს იყო სალომე გობრონიძე სლოვაკეთიდან. 11 მაისი საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ისტორიული თარიღი გახდება. სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც თავად ილია მეორის ეპოქის უმთავრესი არქიტექტურული და სულიერი ძეგლია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ წინამძღოლს აირჩევს. ეს პროცესი ბევრად უფრო მეტია ვიდრე არჩევნები. ეს არის ერის სულიერ მომავალზე ზრუნვის უდიდესი პატივიც და ტვირთიც. პატრიარქობის კანდიდატად დასახელებისას მეუფეშიომ მღვდელმთავრების ყველაზე მეტი ხმა მიიღო. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ილია მეორემ 2017 წელს გიორგობის დღესასწაულზე მოსაყდრედ გამოარჩია. სწორედ ამ დროიდან იქცა მეუფეშიო იმ რადიკალური ძალების სამიზნედ, ვისთვისაც ეკლესია და მისი მრევლი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და უბრალოდ ელექტორალური მოედანია. გურან და ბილიხოძე მოგვიყვება მეც ეპოქალური მოვლენისა და ეკლესიის მომავლის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ. და ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ
გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთისნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო და ისევე როგორც აი 59 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიაში და ჩვენს ერში ხვალინდელი დღეც ყოფილიყო საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ისტორიას მნიშვნელოვანი თარიღები ქმნის. ხვალ სწორედ ასეთი თარიღია. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ პატრიარქს აირჩევს. ქართული ეკლესიის ისტორიის გაგრძელების ეს სიმბოლური პროცესი ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ნიშანზე გადის. ახალი პატრიარქის არჩევა ტარდება ტაძარში, რომელიც ილია მეორის ეპოქასთან ყველაზე მეტად ასოცირდება. ილოცავთ, ესე იგი ამ ღირსშესანიშნაულ და ნამდვილად ეპოქალურ მოვლენას, რომელიც გველოდება ჩვენ ყველას ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევნები და თქვენ ყველა ილოცეთ, რომ ყველაფერი წარიმართოს ღვთისნებითა და სიკეთით. ხვალინდელი დღე ისტორიული დღე არის, რადგან ხვალ მოხდება არჩევა 152 პატრიარქის ივერიის ეკლესიის ტახტზე და ლოცულობთ, რომ ღვთისშეწევნით ხვალინდელი დღე, რა თქმა უნდა, მშვიდობით და სულიწმინდის მადლით ჩაივლის ისე, როგორც ზოგადად მართლმადიდებელ ეკლესიას და იმ პატრიარქის, ჩვენი დიდი პატრიარქის მის ღვალს ეკადრება. წმინდა სინოდის წევრების გარდა დიდ საეკლესიო კრებაში მონაწილეობას ეპარქიებიდან სასულიერო და საერო წარმომადგენლები მიიღებენ. ახლა კი ჯერ ვნახოთ, რა კონტექსტით და მისტიური დატვირთვით შედის 11 მაისი ისტორიაში. სამების ტაძრით დავიწყოთ. ეს ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული ტაძარია თანამედროვე საქართველოში. მისი მშენებლობა მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში იყო შესაძლებელი და ეს ისტორიული შანსი ილია მეორემ საკუთარ ეპოქად აქცია. ასე რომ ამ პროექტს მხოლოდ არქიტექტურული მნიშვნელობა არ აქვს, არამედ მომავლის დატვირთვაც. სამების ტაძარი არის გვირგვინი, საქართველოს ეკლესიის გვირგვინია. და მე ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ წმინდა სამებამ თბილისში დაიდგა თავისი ტახტი. და მართლაც, ხვალსამება არა მხოლოდ ილია მეორის ეპოქის, არამედ უკვე ახალი პერიოდის მთავარ სიმბოლოდაც უნდა იქცეს. სამება ახალი ეპოქის სახე და საყრდენი ხდება. და, როგორც ჩანს, ილია მეორის ეს ისტორიული მისიაც კარგად ქონდა გააზრებული. ის კარგად ხედავს პატრიარქის არჩევა, მხოლოდ მორიგი ახალი სასულიერო ლიდერის დანიშვნა არ არის. ეს არის არჩევანი იმაზე, თუ როგორი იქნება ეკლესია მისი ეპოქის შემდეგ, როგორი იქნება ქრისტიანული ღირებულებების, რწმენის, ტრადიციებისა და ოჯახის როლი მომავალ საქართველოში. როგორც ჩანს, პატრიარქმა სწორედ მეუფეშიოში დაინახა ის ადამიანი, ვისაც არა მხოლოდ ეკლესიის მართვა შეუძლია, არამედ იმ ხედვის შენარჩუნებაც, რომელმაც ილია მეორის ეპოქა განსაზღვრა. ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგი მინება, რომ ყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფეშიოს როცა ამაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს ამ ფრაზას ილია მეორე 2017 წლის 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე იტყვის. ქაშვეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას. პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ იყო, არამედ წმინდა გიორგის ნებაც. ამას ძლიერი სიმბოლური და რელიგიური დატვირთვაც ექნება. საქართველოში წმინდა გიორგი უბრალოდ წმინდანი არ არის.
ის ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ის მებრძოლია, რომელიც ბოროტებას ამარცხებს. ის მფარველია, რომელიც ქვეყნის გადარჩენასთან და სულიერ სიმტკიცესთან ასოცირდება. ამიტომ გიორგობის დღის შერჩევაც შემთხვევითი არ ყოფილა. ამ სიმბოლურ აქტს ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა. უპირველესად, ასეთი სიმბოლოების ენით პატრიარქი ფაქტობრივად მეუფე შიოს განსაკუთრებულ ისტორიულ ლეგიტიმაციას ანიჭებს. და მეორე, მან უკვე იცის, საკუთარი გამოცდილება კარნახობს. რამდენად რთული, წინააღმდეგობებით სავსე და ხიფათიანი იქნება დღეიდან გზა, რომლის გავლაც მოსაყდრე შიოს მოუწევს. ბოროტება თავს მალევე გამოიჩენს. პატრიარქი მეუფე შიოც და უწმინდესის გადაწყვეტილებაც სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების სამიზნე ხდება. უნდათ დაამცირონ, დააკნინონ, მის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა დაუკარგონ, ხოლო წმინდა გიორგისთან იმ სიმბოლიზმს ძალა გამოაცალონ. ზეწოლისა და მუდმივი კამპანიის ფონზე პატრიარქი გადაწყვეტილების შეცვლამდე მიიყვანონ. ეგზარქოსი პავლე მოსაყდრე თუ რაღაც თანამეინახე შიო. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მთავარი სამიზნე უკვე მოსაყდრე შიო ხდება. იწყება საუბარი იმაზე, რომ მას რუსეთი ლობირებს. რომის რუსული პროექტია, პრორუსია, მოსკოვის დავალებებს შეასრულებს. საქართველოს ეკლესია განიხილება დღეს როგორც რუსულ ორბიტაზე ყოფი ეკლესია. ეს არ იფარება. თუმცა პატრიარქის რჩეულის მიმართ დამოკიდებულება არც საზოგადოებაში შეიცვლება და არც სინოდში. ის ოცხმას მიიღებს. მე ვიცი რომ მეუფეშიო თუ იქნება და იქნება ყველა ვარიანტში, მან კარგად ისის უნდა მოიქცეს. მივესალმებით ამაჩიოს პატრიარქად. ძალიან გვიყვარს და ძალიან მოგწონს როგორც კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე. ძალიან გვინდა რომ იყოს მამაშიო. ძალიან გვინდა რომ მეუფეშიო იყოს პატრიარქი, იმიტომ რომ ჩვენი სულ განათლებული პატრიარქის მოსაყდრე იყო და მაგან რო ეგ დაასახელა, ესე იგი ესე კი არ იყო. ამიტომ სულ ლოცულობთ რომ მეუფეშიო გახდეს პატრიარქი. ამიტომაც ის პროპაგანდა, რაც ამ მღვდელმთავრების მაღალი მხარდაჭერის შემდეგ ჩაირთვება, თავისი მასშტაბითაც საოცარია და თავისი სიმძაფრითაც. პირდად მე ხა ბევრი მეგობარი მწყავს მათ შორის ვინც ახლა იქ არიან, ვინც ხმას მისცემს, ერთადერთი თხოვნა მაქვს რომ თუ უნდათ რომ რაღაცაცი მაინც მომსახურონ საქართველოს, რომ ვინც ხმა არ მისცა შიოს ამდენ ხანს ნურც ახლა ნუ მისცემს და ეს შიო ნახოს თუ გავიდა შიო. აქ სახელებს და გვარებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ამ პროპაგანდას ერთი სახე და სახელი აქვს. შიში გარდაუვალი წაგების. ამიტომაც პროპაგანდისტულ ეთერებში დასხდებიან. თავდასხმებს ზრდიან. იტყვიან, რომ მეუფე შიო თუ პატრიარქი გახდება, ეკლესია დაიღუპება. მე ვამბობ, რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. ეკლესიაში რუსულ რეალობას შექმნის. ყველაფერი ცხადია უკვე, რომ ეს არის რუსული პროექტი. მეუფე შიო არის რუსული პროექტი. რეპრესიებს განახორციელებს. მთელი ამ რეფორმის ბჭყალებში შედეგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხდება ფრიად ჩაკეტილი ინსტიტუცია. ამიტომაც დაასკვნიან, რომ ის ღმერთს არ უნდა. ასეთი ეკლესიის ავტორიტეტი ღმერთს არ უნდა. ეკლესია იყოს ასეთი, როგორიც არის ის მოსაყდრის და ჯაღმაიძეს ხელში. აი ასეთ ეკლესიას რო ავტორიტეტი ქონდეს და მას ხალხი უსმენდეს, ეს ღმერთს არ უნდა. პოლიტიკური ბრალდებიდან პროპაგანდა მეუფე შიოს სულიერ ფსიქოლოგიურ დისკრედიტაციაშიც გადააქვთ. და ფსიქიურად ის არ არის გაწონასწორებული და ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება ეს ერთი შიგნით. საბოლოოდ კი ცდილობენ არა მხოლოდ მეუფე შიოს, არამედ მთლიანად სინოდის ლეგიტიმაციის დანგრევას. ყველას, ვინც სინოდში მხარს უჭერს მეუფე შიოს, ფაქტობრივად ეკლესიას კლავს, სუდარას აფარებს. ეს ოციეპისკოპოსია, ვინც საქართველოს ეკლესიას გადააფარა სუდარა. ზოგი ირწმუნება, რომ სინოდში მეუფე შიოს გარშემო უკანონო ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამ წლების განმავლობაში საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ენდემუსოს სინოდი. უკანონო ჯგუფი,
მიზანი ერთია: სინოდის გადაწყვეტილებას ლეგიტიმაცია გამოაცალონ. ამ კონტექსტში ასახელებენ კონკრეტულ პირსაც, რომელიც თითქოს მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოვიდა. პატრიარქს შეხვდა და მეუფე შიოს ლობირებდა. საპატრიარქო პასუხად შეხვედრის ვიდეოს სრულად აქვეყნებს. რათა აჩვენოს, რომ შეხვედრას პატრიარქთან ერთად სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ და იქ რაიმე სახის ლობირება არ ყოფილა. თუმცა პრორუსულობის მითს აგრძელებენ. დეზინფორმაციაში ახალი ელემენტი შემოაქვთ. იტყვიან თითქოს ილია მეორე შიოს არც იცნობს. მეუფე შიოს პატრიარქი არ იცნობდა. და ალბათ დროა ვნახოთ, რა დამოკიდებულება ჰქონდა პატრიარქს სინამდვილეში მეუფე შიოს მიმართ. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი იღუმენ შიოს ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად არჩევს. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში იღუმენ შიოს ეპისკოპოსად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით აკურთხებს. პროცესის შემდეგ ილია მეორე იტყვის. არ არის შემთხვევითი შენ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსად რომ გაკურთხეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობა. თვითონ ქალაქის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ. ეს იყო სენაკი მრავალი სასულიერო პირისა. თუნდაც გავიხსენოთ ბოლო პერიოდის დიდი მოღვაწენი, რომელთაც მთელი საქართველო ასახელეს. დღეს მათ წმინდა სახელებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იცნობს. სენაკში მოღვაწეობდნენ წმინდა მამა ალექსი შუშანია. ნები ფავსტო და ეფსიმე, მამა კონსტანტინე ქვარაია, ჩემი დიდი მოძღვარი მამა შიო ძიძავა და მრავალი სხვა. ასე რომ მეუფე შიო, შენ მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მიდიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ეპარქიაში არსებული მადლი კიდევ უფრო გაამრავლო და გაძლიერო. ეპისკოპოსი მუდამ განსაცდელის წინაშე დგას. იგი პასუხისმგებელია უფლის წინაშე არა მარტო საკუთარ სულზე, არამედ სამღვდელოებასა და მთელ მრევლზე. ამიტომ უნდა გაძლიერდე ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობითა და რაც მთავარია, თავმდაბლობითა და მორჩილებით, შენგელის მშვიდობა და სიხარული. ამ მიმართვიდანაც კარგად ჩანს, რომ ილია მეორე მეუფე შიოს არამხოლოდ იცნობს, მას ენდობა. მის კურთხევაში კი გარკვეულ სულიერ სიმბოლიზმს ხედავს. ჯერ კიდევ 2003 წელს პატრიარქი იტყვის: შენი კურთხევა შემთხვევითი არ არის. 14 წლის შემდეგ, უკვე 2017 წელს პატრიარქი კიდევ უფრო ძლიერ და სიმბოლურ ხაზს სწავლებს. ამბობს, რომ მეუფე შიოს მოსაყდრედ არჩევად შემთხვევითი არ არის, რადგან ამ გადაწყვეტილებაში თავად წმინდა გიორგის ნებასა და შეწევნას ხედავს. ამით ილია მეორე ფაქტობრივად ერთ რამეს უსვამს ხაზს. მეუფე შიომისთვის უბრალო არჩევანი არ არის. ის მის მიერ ნდობით, კურთხევითა და სულიერი პასუხისმგებლობით გამორჩეული ფიგურაა, რომელსაც განსაკუთრებულ მისიასთან აკავშირებს. მოგვიანებით მეუფე შიო გაიხსენებს იმ გამოცდილებას, რომელიც პატრიარქთან ყოველდღიურმა სიახლოვემ მისცა. ერთ-ერთი უმთავრესი ჩემთვის არის ის, რომ მის გვერდში უფრო ხშირად მიწევს ყოფნა. და ჩემთვის ეს არის უდიდესი სკოლა და აკადემია. აი ამას ნიშნავს. ვარ ბედნიერი და მადლობ უფალს. მასთან ერთად ყოფნა ეს არის დიდი აკადემია სიყვარულის, ადამიანებთან ურთიერთობის, დიდი სიბრძნის, საეკლესიო დიპლომატიის, შორს მჭრეტელობის, რა ვიცი, ბევრი რამის განუზომელია მისი ღვაწლი. ასე რომ როგორც მართებულად შენიშნეს, მეუფე შიო პატრიარქის მომავლის ხედვაა. თუ ილია მეორის ეპოქა ერის სულიერი აღდგენის ეპოქაა საბჭოთა სიცარიელის, ათეიზმისა და იდენტობის რღვევის შემდეგ, მეუფე შიოს უკვე სხვა ისტორიულ რეალობაში უწევს მსახურება. მზარდი გლობალიზაციის, კულტურული ცვლილებებისა და დეზინფორმაციის პირობებში მას მოუწევს არამხოლოდ მართოს ეკლესია, არამედ იბრძოლოს ეროვნული და სულიერი იდენტობისთვის. დაიცვას ქართული ეკლესია, ეკლესიაში ქართული ღირებულებები, საზოგადოებაში ტრადიციული ფასეულობები, მაგალითად ოჯახის სიწმინდე, ისტორიული მეხსიერება და ყველაფერი ის, რასაც ქართული იდენტობა და ილია მეორის მემკვიდრეობა ჰქვია. ერთ-ერთ ინტერვიუში მეუფე შიო კარგად აჩვენებს, რამდენად ზუსტად ესმის თანამედროვე გამოწვევები და რამდენად კარგად აცნობიერებს, რა ეროვნული და სულიერი განძი ანდეს. ქართულ გალობას აქვს ასევე როგორც სულიერი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ასევე
მუსიკალური მნიშვნელობაც უდიდესი და იმიტომ რომ მასში შერწყმულია ქართული საოცარი ნიჭი, ჩვენი მუსიკალური ნიჭი და სულიწმინდის მადლი. აი ეს ამის ერთობა საოცარი სინთეზს ქმნის, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას. და როგორც ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ჩვენი გალობა არის გამოვლინება ჩვენი ერის ღმერთისადმი სიყვარულის. მეუფეშიო პირდაპირ ამბობს, რომ ვილიამ მეორის ერთ-ერთი მთავარი ღვაწლი სწორედ ქართული გალობის აღორძინება და ახალგაზრდების ეკლესიასთან დაბრუნება იყო. რაც შეეხება ახალგაზრდობას, ამ მხრივ იყო დიდი მოვლენა, იყო და აღმოჩნდა, რომელმაც ძალიან კეთილი ნაყოფი გამოიღო მისი უწმინდესობის მიერ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის დაარსება. და წელს აი ამ გუნდს 20 წელი უსრულდება და ძალიან სასიხარულოა რომ მათმა საქმიანობამ ესეთი კეთილი ნაყოფი გამოიღო. მისი გზავნილები მკაფიოა. ტრადიციები და ღირებულებების სამუზეუმო ექსპონატები არ არის. ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც დაცვა, ზრუნვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. და ის ამისთვის მზად არის. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს პატრიარქი. ამის შესახებ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება. კრების ნაწილი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, კერძოდ კრების დაწყება და შედეგების გამოცხადება, ხოლო ხმების დათვლის ნაწილი დახურული იქნება. ხვალ მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად ჩანიშნული არის გაფართოებული კრება. გაფართოებული კრება ნომერით არის მე-14 და იქნება კენჭისყრა ამ კრებაზე 3 საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთი შესარჩევად ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. დეტალები საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით ნაწილობრივ ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა დავაზუსტებთ, რომ სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული ეპარქიებიდან და მცხეთა თბილისის ეპარქიიდან შედგენილი არის სია იმის მიხედვით თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში და მომსვლელებს თან უნდა კონდეთ პირადობის მოწმობა და ამით მოხდება იდენტიფიცირება სიასთან. შესვლა შესაძლებელი იქნება 10 საათიდან 12 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების მიღება, დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება მზადება კენჭისყრისთვის. აუცილებლად სათქმელი არის, რომ კაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა, ნაწილობრივ გაშუქებული იქნება ეს ღონისძიება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით, ნაწილობრივ იქნება გაშუქებული, რადგანაც ნაწილი ამ სხდომისა უნდა იყოს დახურული. საჭირო ინფორმაციას და კადრებს უკვე დასრულების მერე თუ ჩავთვლით საჭიროდ და იქნება ამის აუცილებლობა, გავავრცელებთ ჩვენ თვითონ. გახსნა ამ კრებისა იქნება პირდაპირ ეთერში, შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა ეს აღარ გადაიცემა და საბოლოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. აი ესეთი არის ხვალინდელი დღის წესრიგი. ეზოში შემოსვლა, ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში, ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. საპატრიარქო კანდიდატებს ექნებათ 5-წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი. ხვალ ბიულეტინებზე იქნება შემოსახაზე 3 კანდიდატი იქნება დაბეჭდი ბიულეტინზე და ამორჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტინი იდება კონვერტში და მოთავსდება შემდეგ საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე იქნება დადებული. მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით იმისათვის რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭირო არის 50% პლუს 1 ხმა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 20 ხმა. თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ერთ-ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება 2 უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა. შედეგი გამოცხადება ხვალ. შედეგს გამოაცხადებს მეუფე ანანია, ის არის ხმის დამცველი კომისიის თავმჯდომარე. ტრანზაქციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა. მიმდინარე კვირას სასამართლო დარბაზში გაჟღერებული განაჩენი იმ ანტისახელმწიფოებრივი ავანტიურის ლოგიკური ფინალია, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო. ეს იყო ორგანიზებული და თვეების განმავლობაში წინასწარ დაგეგმილი შეტევა კონსტიტუციურ წესრიგზე. ის ადამიანები, ვინც მაშინ სახელმწიფოს ნეპალის სისხლიანი სცენარით ემუქრებოდნენ, ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. არ სურთ პასუხისმგებლობა იმ დანაშაულზე, რასაც ტელეეკრანებიდან თვეების განმავლობაში რიხიანად აანონსებდნენ. 4 ოქტომბერს კი ჩადიოდნენ. რევოლუციური რომანტიზმი, როდესაც გისოსებმა შეცვალა, ყველაფერი შეიცვალა. მათ შორის დანარჩენი ოპოზიციის რიტორიკაც. რა მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბერს? როგორ დისტანცირდნენ იმავე ღამეს ჩავარდნილი რევოლუციისგან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები და რა არ უნდა დაავიწყდეთ იმ ადამიანებს, ვინც რადიკალების მომავალ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას გადაწყვეტს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. 2025 წლის 4 ოქტომბერს საზოგადოებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე პირდაპირ შეტევის მოწმე გახდა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ხელისუფლების დამხობის მცდელობას და მაშინვე ცხადი იყო, რომ ჩვენს წინაშე წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული დანაშაული ხდებოდა. ამ საჯარო კადრებს გამოძიების ეტაპზე მეტი მტკიცებულებები დაერთო, რამაც პროცესი ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანა. სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მიუხედავად ხილული ფაქტებისა, დაკავებულების ნაწილი კვლავ პოლიტიკურ მესიანობას იბრალებს. ისინი მართლმსაჯულების წინაშე არა როგორც დამნაშავეები, არამედ როგორც ბრძოლის ფრონტის მონაწილეები წარდგნენ. ქვეყნისთვის ნეპალის, ანუ სისხლიანი რევოლუციის მოწყობის დაანონსების შემდეგ. უმარტავი ხალხი ჩვენ ვნახეთ ნეპალში რაც ხდება. აი მაშინ მართლაც გაასწრებენ თქვენ. მათთვის სასამართლო დარბაზი ერთგვარ პლატფორმად იქცა, საიდანაც სისხლისღვრის სურვილის პატრიოტიზმად წარმოჩენას ცდილობდნენ. ბრალდებულს ეძლევა საბოლოო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი, მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი, მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში, ორივე ბრძოლის ფრონტია. ზოგიერთები კი სასჯელს, რომელიც დაიმსახურეს, გადამეტებულად მიიჩნევენ და ცდილობენ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ადმინისტრაციულ გადაცდომად შეფუთონ. აბსოლუტურად შეგნებულად შიშველი ხელებით ყველანაირი ძალადობის გარეშე შევედი ერთადერთი მიზნით, რომ მეც დავეკავებინე, ოღონდ გულწრფელად წარმოუდგენელი იყო, რომ იმ ხალხსაც და ჩვენც სისხლის სამართლით დაგვიჭერდნენ და არა ადმინისტრაციული წესით. სამართლებრივი რეალობის პირისპირ, როდესაც რევოლუციური რომანტიზმი ციხის კედლებმა შეცვალა, ბრალდებულთა ნაწილის რიტორიკაში ბუნებრივი ემოციის არგუმენტი ჩნდება. ეს არის მცდელობა დაგეგმილი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის სცენარი, სპონტანურ პროტესტად გასაღდეს. თუმცა საინტერესოა, რომ ამავდროულად ისმის მთავარი აღიარება, პოლიტიკური პროექტი დამარცხდა, ხოლო რადიკალური ტალღა მინავლდა. ასეთი ვითარება, ასეთი ბუნებრივი ემოცია იყო შარშან, როცა პროტესტზე გავედით. ამ ბუნებრივ ემოციას არც დაგეგმარება სჭირდებოდა, არც განსაკუთრებული წესრიგის შედგენა. ახლა ამ გადმოსახედიდან სხვაგვარად ჩანს ეს, ახლა გადაღლილი ოპოზიციური საზოგადოებაა, სხვა ტალღაზეა, სხვა ვითარებაა. მარცხის აღიარებაც მოსულა, პროტესტი დამარცხდა, ვთქვათ ეს პირდაპირ. თუმცა არქივი სულ სხვა ისტორიას ყვება. ჩვენ გვახსოვს ჯერ თვეების განმავლობაში, შემდეგ კი უშუალოდ 4 ოქტომბრის დღეს ორგანიზატორების მოწოდებები. თავარი არის ახლა
რომ რაც შეიძლება ბევრი მოვიდეს. თავარი გეგმა არის ეს. ასობით 1000 ქართველი. ყველა ვინც ახლა ამას ტელევიზორიდან ადევნებ თვალს, ნუ გამოტოვებ ისტორიულ შანსს, იყოთ ამ პროცესის მონაწილე, შემოუერთდეთ ქართველ ხალხს და შეიგრძენით გამარჯვების ის არაჩვეულებრივი შექმნა. ასე რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესები ბუნებრივი რეაქცია კი არა. თვეების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმილი ანტისახელმწიფოებრივი გეგმის კულმინაცია უნდა გამხდარიყო. ხვალ რო შევიკრიბებით, რამდენიმე საათში ვიხდებით, რომ რა ხდება თქვენს თავს და რა მოხდა, როგორ დაგამხოთ მშვიდობიანად ქართველმა ხალხმა და როგორ გაგისტურათ დროშების რევოლუციით. დღეს კი კიდევ ერთი მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე ცდილობს საკუთარი მონაწილეობა ძალადობრივ პროცესების დაგეგმარებაში, მხოლოდ აქციაზე მისვლით შეფუთოს და ამ გზით კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქციოს. შეკრების თავისუფლებას გააჩნია მკაფიო პოლიტიკური ხასიათი და რა გასაკვირია, რომ მე როგორც პოლიტიკოსმა ვისარგებლე მშვიდობიანი შეკრების ამ გარანტირებული უფლებით. დღეს ბრალდებულები ცდილობენ საკუთარი როლი რიგითი მომიტინგის სტატუსამდე დაიყვანონ, თუმცა არქივი გაცილებით მეტ სინახავს ვიდრე უბრალოდ აქციაზე დასწრებას. ეს სწორედ ის ხალხია, ვინც 4 ოქტომბრამდე საჯაროდ თავმომწონედ აცხადებდა პრეტენზიას პროცესების მართვაზე. მაშინ ისინი საკუთარ თავს არა მხოლოდ მონაწილეებს, არამედ დაგეგმილი პროცესის მთავარ არქიტექტორებს უწოდებდნენ. ჩვენგან უნდა მოვიდეს ეს მომავალი ნაბიჯები, რომ იყოთ ეს, რომ ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა გავყვეთ ყველანი. და რას მოიცავდა ის ნაბიჯები, რასაც ორგანიზატორები ჰპირდებოდნენ საზოგადოებას. ჩვენ არ ვთხოვთ ამათ, არც არჩევნების ჩატარებას, არც სინდისის პატივების გამოშვებას, არც იმას. ჩვენ არაფერს არ ვთხოვთ, ჩვენ ვისაკუთრებთ ჩვენ ქვეყანას და მე გადავწყვიტავთ, აი ჩვენ როგორ უნდა იცხოვროს ამ ქვეყანა. ისე რომ 2 დღე დაგვრჩა ბატონებო, მოთმინება 2 დღე. ვერ მოხვალთ აზრზე ესეთი რაღაცა დაგემართება და ეს ზუსტად იცოდეთ. სურპრიზები, დიახ. დაელოდეთ თქვენ სურპრიზებს. ეს იყო პირდაპირი მუხარა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მშვიდობიანი დამხობის ნარატივი, რომელიც სასამართლოზე თავდაცვის ხაზი იყო, სინამდვილეში წარმოადგენდა დაანონსებულ ანგარიშწორებას და სისხლიან რადიკალურ პროცესებს. მე მგონი ზამთრილად უნდა იყოს ქართული ოცნება. ყველას დასაჭერად აქვს თვითონ საქმე. გაიქცევია, კერძავლით, გაიქცევია. ისეთ ძალადობას მიიღებენ ნეპალი მონატრებიათნები რა. 4 ოქტომბრის საღამოს კი, როდესაც სცენიდან ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა, ის მსჯავრდებულები, ვინც დღეს განაჩენს არ ეთანხმებიან, ერთად პოზირებდნენ კამერების წინ. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია. ეროვნული კრება აცხადებს, მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას. და ისინი არ იყვნენ მხოლოდ სპიკერები. ისინი იყვნენ იმ ძალადობრივი სცენარის ავტორები, რომლის სტარტსაც, მიმდინარეობასაც და კულმინაციასაც მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. და ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. მორჩა ლაილაი აქციებზე! მორჩა პოდიანი! 4 ოქტომბრის ღამეს ტრიბუნებიდან გაჟღერებული რადიკალური მოწოდებები და პრეზიდენტის სასახლის შტურმში პირადი მონაწილეობა. ჩვენ შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. მათთვის ისტორიული გმირობის განაცხადი იყო. 4 ოქტომბრის საღამოს ისინი არ მალავდნენ ძალადობას. პირიქით, საჯაროდ აღიარებდნენ პოლიციაზე თავდასხმასა და ქაოსის ორგანიზებას, რადგან რევოლუციურ ეიფორიაში საკუთარ თავს მომავალ გმირებად ხედავდნენ, დაუმორჩილებლობის სიმბოლოებად. შეუვარდი! აგერევა თქვენთან! ეხების ვერ მომჯამეს! და როგორც კი ჩვენ ამათ გავისტუმრებთ, ისინი სასტიკად დაიჯებიან. ბრძოლას ვაგრძელებთ პალატზე! ალბათ წარმოედგინათ კიდეც, როგორ იღებდნენ მაქსიმალურ პოლიტიკურ დივიდენდს იმ ნანგრევებიდან, რასაც ქვეყნისგან დატოვებდნენ, ხელისუფლების დამხობის გეგმა რომ გამოსვლოდათ. და აქ ქვეყნისგან დარჩენილი ნანგრევები მეტაფორულად ნათქვამი სიტყვები არ არის. ისინი რაღაცას ელოდნენ, რაღაც ისეთს, რაც არ მოხდა, რადგან ქვეყნის სპეცსამსახურები პარალელურ რეჟიმში დივერსიულ გეგმას ანეიტრალებდნენ. ზედმიწევნითი სიზუსტით მოხერხდა იმ დღეს პოლიციის ყველა დანაყოფის მოქმედება, უსაფრთხოების და დასვის სპეციალური სამსახურების ზედმიწევნითი სიზუსტით მოქმედება, პრევენცია, დაზღვევა, თქვენ გახსოვთ რომ პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება, რომელსაც დადგინდა იარაღის ადგილსამყოფელი
ესე მოხერხდა იმ იარაღის ამოღება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით უნდა გამოყენებულიყო მოქალაქეების წინააღმდეგ. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტულ დანაშაულს. იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას. საითკენ უნდა წასულიყო პროცესი, რომ არა სახელმწიფოს ადეკვატური რეაქცია. რაზე იყვნენ წამსვლელი ის ორგანიზატორები, რომლებიც დღეს ჩაგრულის პოზაში ჩადგნენ სასამართლოზე და განაჩენზე წუწუნებენ? რას ნიშნავს მათ მიერ არაერთხელ ნათქვამის სიტყვები? 4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ. ამ ჯგუფის მოლოდინი მაშინ ეკრანებიდან ოპოზიციურმა პროპაგანდისტმა პროფესორმა ყველაზე ზუსტად გააჟღერა. 4 ოქტომბერი რო განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ხო? ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, აი მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. მაგრამ ქართული ნეპალი და ნეო-ოქტომბრელთა სისხლიანი რევოლუცია ჩაიფუშა. დღეს, როდესაც დამარცხებული მხარე პასუხისმგებლობის პირისპირ აღმოჩნდა, აღიარების ნაცვლად დანაშაულის პატრიოტიზმში შეფუთვა დაიწყო. დანარჩენი ოპოზიცია კი ერთიან ფრონტად ჩამომწკრივდა და მოძალადეებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს, ხოლო ყველაზე თვალსაჩინო დანაშაულზე გამოტანილ განაჩენს რეპრესიად. 4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი. ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს. ყველა დაკავებული პირი არის პოლიტიკური პატიმარი. ოპოზიციური პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე სპეკულაციური ხაზი, რომელიც ემოციითაა შეფუთული პაატა ბურჭულაძის ფიგურას ეძღვნება. ნარატივი მარტივია, რადგან ის მსოფლიო ბანია, მისი დაკავება და გასამართლება ამორალური აქტია. საზოგადოებას თავაზობენ ilūzijas, თითქოს საოპერო სცენაზე მოპოვებული აპლოდისმენტები ავტომატურად წარმოადგენს სამართლებრივ ინდულგენციას ქვეყნის შიგნით ჩადენილი ქმედებებისთვის. პაატა ბურჭულაძე გადადის თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. ეს დიდი ხანია ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების ტაქტიკის ნაწილად იქცა. მაგალითად, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ გახდა ევროპული ჟურნალისტური პრიზების ადრესატი, ხოლო პროპაგანდისტვის ქალი ჟურნალისტი, რომელიც გისოსებს მიღმა არ შეიძლება იჯდეს. ზუსტად ასე მოხდა პაატა ბურჭულაძის შემთხვევაშიც, როდესაც ამერიკელმა დირიჟორმა უინსტონ ვოგელმა მისი გათავისუფლება ამგვარი წერილით მოითხოვა. რამდენიმე დღის წინ ოპერა USA-ის სახელით მე გავაგზავნე წერილი მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ჩვენს საპატიო ბორდში გაწევრიანების თაობაზე. ჩემს მოწვევაზე საპასუხოდ საქართველოდან შოკის მომგვრელი ინფორმაცია მივიღე, როგორც აღმოჩნდა ლეგენდარული მომღერალი ციხეში იმყოფება. წარმოუდგენელია, რომ ასეთი დამსახურების მქონე ადამიანი 7 თვის განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყოს პატიმრობაში. შეიძლება თუ არა ადამიანი, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში საქართველოს მსოფლიოს წინაშე საუკეთესო სახით წარმოაჩინა, ამისთვის იყოს დაპატიმრებული. ეს პროპაგანდისტული ხაზი ოპოზიციური მედიის ხელჩასაჭიდად იქცა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. პაატა ბურჭულაძე სიმღერისთვის კი არა, ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის არის დაკავებული. როდესაც ადამიანი საკუთარ საერთაშორისო რეპუტაციას რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი გეგმის ფასადად აქცევს და ძალადობრივ პროცესებში ერთვება, ის თავადვე გადის ხელოვნების საზღვრიდან სისხლის სამართლის სფეროში. ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ისინი ჩვენ ჩაგვაბარონ. ვალდებულები არიან და ის ადამიანები, ვინც დაიფარავენ მათ, ასევე მიეცებიან პასუხისმგებაში. პროპაგანდა კი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მსოფლიო დონის ხელოვანი დამნაშავე ვერ იქნება. თუმცა რეალობა ისაა, რომ სწორედ მისმა სტატუსმა მისცა ამ დესტრუქციულ პროცესს ბიძგი, რამაც რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის შტურმამდე მიიყვანა. ასე რომ დანაშაულს არ გააჩნია შემოქმედებითი შეღავათი. ამგვარ სამართლებრივ აბსურდს კიდევ უფრო ცინიკურ ელფერს ნიკა გვარამიას შეფასებას ძენს, რომლისთვისაც 4 ოქტომბრის ავტორების დანაშაული არა ფაქტი, არამედ პატრიოტიზმის გამოვლინებაა. მაგრამ ის რომ ეს ადამიანები არიან ქვეყნის პატრიოტობისთვის დაკავებულები არიან უკანონოდ და ასევე ნებისმიერი განაჩენი, რომელიც მათ მიესაჯათ, არის უკანონო და ეს ხალხი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს არის ჩემთვის მკაფიო. ხოლო თავად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მეასე ხარისხოვანი დეტალი. საერთოდ მეასე ხარისხოვანია იმაზე ფიქრი, ჩვენ იმაზე საუბარი ხა, ჩვენ რას ვფიქრობთ 4 ოქტომბრის გამართლებული იყო, არ იყო გამართლებული, სწორად მოხდა, არასწორად მოხდა. ეს არის მეორე საკითხი და ეს არის ტაქტიკური დავა, როგორი წინააღმდეგობა გვაქვს. ეს განაცხადი ყველაზე ნათლად აშიშვლებს მათ დამოკიდებულებას სახელმწიფოებრიობისადმი. გამართლებული იყო თუ არა 4 ოქტომბრის ძალადობა, ეს ოპოზიციისთვის რაღაც მეორე ხარისხოვანი სხვა განხილვის თემაა. თუმცა ამ ძალადობის ავტორების დაკავება ცალსახა უკანონობა.
წარმოუდგენელი უსამართლობაა დღევანდელი გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებულ საქმეზე. დღეს ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის თინა ბოკუჩავა, ამ პროცესს ეგრეთ წოდებულ საქმეს უწოდებენ. თუმცა ქრონოლოგიური მეხსიერება სხვა რეალობას ინახავს. სწორედ ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 4 ოქტომბრის ღამეს, როგორც კი ძალადობრივი სცენარი ჩავარდა, პროცესს სასწრაფოდ გაემიჯნა და განზე გადგომას სცადა. გარკვევით თქვი, რომ განსხვავებული მოლოდინები არსებობდა. არადა მთელი წინარე პერიოდის განმავლობაში მისი პარტია აქტიურად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის განვითარებული პროცესების დაგეგმარებაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული რეჟიმი შვიდობიანად დაემხო. ქვეყნის შიგნით თუ არ ადუღდა, არ იქნება მოკლევადიანი ბრძოლა. უნდა მოემზადოთ რეჟიმის დასამხობად. არ დაგვავიწყდეს, რომ 4 ოქტომბერი შემთხვევით არ აურჩევიათ. ეს ხომ თვითმმართველობის არჩევნების თარიღი იყო. ეს იყო დღე, როდესაც მშვიდობა და სტაბილურობა ცეცხლსა და ნგრევას უნდა შეხვედროდა. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ 4 ოქტომბერს ვიკრიბებით, რომ დავასრულოთ ეს ხელისუფლება, მაგისთვის ვიკრიბებით, ხო? მათი პროპაგანდა მარტივად ამუშავდა. საზოგადოება დაანაწევრეს მათიანებად, ვინც მზად იყო 4 ოქტომბერს ხელისუფლების დასამხობად და მტრებად, ვინც 4 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან მისვლას აპირებდა. ყველა ვინც მიხვალთ საარჩევნო უბანთან და იმ ეგრეთ წოდებულ ბიულეტენს ჩააგდებთ იმ ყუთში, თქვენ იმ ბიულეტენს აგდებთ ამ ქვეყნის კუბოში. აი ეგ იწოდეთ. ასე რომ 4 ოქტომბრის მოვლენები რეალურად იყო კოლექტიური ფსონის სახელმწიფო გადატრიალებაზე, რასაც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის პოსტიც. 4 ოქტომბრის აქციამ ჩაშალა 4 ოქტომბრის არჩევნები. მარტო ამისთვის აქციის ორგანიზატორებს მადლობა ეკუთვნით. მაგრები ხართ. ესეც პირდაპირ დადასტურებაა, რომ დაგეგმილი სცენარის მთავარი მიზანი დემოკრატიული პროცესის ჩაშლა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და მთავრობაში მარიონეტული ძალების ძალადობრივად მოსვლა იყო. დადასტურებაა, რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ ქვეყნის ქაოსში გახვევის მცდელობას, სადაც ყველას თავისი როლი ჰქონდა. მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, რომელიც წარმატებულ შტურმს ორბელიანის მოედანზე ელოდა და იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს თავს, სულაც არ არის გამორიცხული, დარბეულ სასახლეში შესვლის მზაობაც ჰქონოდა, დამხობის გეგმას რომ ემუშავა. და მთავარი ის არის, რომ აქ გაგრძელდეს დგომა, ეს მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვებიან. კონკრეტული როლი ჰქონდათ ასევე წინასწარ სპიკერებად გამზადებულ უცხოელ აქტორებს, ვისაც დამხობის შედეგებისთვის ლეგიტიმაცია უნდა მიენიჭებინათ. თუმცა ქართველი ძალოვნების პრევენციულ ქმედებებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ და ახალ რეალობას ძველი, გამზადებული სიტყვა ვეღარ შეუსაბამეს, რომლის მიხედვითაც ძალადობრივი, ქაოტური პროცესები გარდაუვალი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ როგორ იწვის ქალაქი და რაოდენ უმართავია პროცესი თბილისში. საქართველო იწვის, ეს შესაძლოა იყოს ქართული ოცნების მმართველობის დასასრულის დასაწყისი. ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. მოლდოვა თქვენს გვერდითაა. მათ მხარდაჭერის ნაცვლად აღიარებითი ჩვენება გამოუვიდათ. ეს არის წინასწარ შეკრებილი სპიკერები ხელისუფლების დამხობის ლეგიტიმაციისა, რომელიც გამზადებული ყავთ იმ საღამოს. დამხობა ჩავარდა. ორგანიზატორების როლში მყოფი პირები იმ ღამითვე დააკავეს და ქვეყანაც მძიმე რეალობას გადაურჩა. ხოდა როგორც კი 4 ოქტომბერს სახელმწიფომ ადეკვატური რეაქცია აჩვენა და დივერსიული გეგმა ჩაიშალა, ოპოზიციონერი ლიდერების გამარჯვების ეიფორია დისტანციამ შეცვალა. ისინი უმალ განუდგნენ მათ, ვისაც მანამდე ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ. მაშინ მათ ძალადობასთან გამიჯნვა ამჯობინეს, რათა სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაქცეოდნენ. ამ პროცესს ყავდა კონკრეტული ორგანიზატორი და ყავს კონკრეტული ორგანიზატორი და ამას ძალიან გარკვევით ამბობდა პაატა ბურჭულაძე, რომ ამ აქციის ორგანიზატორი ვარ მე. ვერცერთ ჩემ განცხადებას ვერ ნახავ, სადაც ვამბობდი 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. და ეს განცხადება არქივიდან გაცილებით მეტია ვიდრე უბრალო ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ თინა ბოკუჩავა და მისი პოლიტიკური პარტია პროცესის ეპიცენტრში იყვნენ, მისი დაანონსებიდან კულმინაციამდე, ამ სიტყვებით მან თქვა, რომ ძალადობრივ სცენარს კონკრეტული ავტორი ჰყავდა და ეს არ ყოფილა ხალხის სტიქიური პროტესტი. ხოლო მეორე მხრივ დაადასტურა, რომ იქ განვითარებული პროცესები იმდენად დამაზიანებელი გახდა, რომ მასზე პასუხისმგებლობის აღება გმირობად აღარ ითვლებოდა, როგორც დასაწყისში საუბრობდნენ მისი თანაგუნდელები. მგონი პაატა ბურჭულაძემ თქვა და ძალიან სწორია, ხვალ არ გაუხდეს ვინმე სანანებელი, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს გამარჯვების დღეს
არ იდგნენ იქ. დღეს კი, როდესაც განაჩენი დადგა იმ დანაშაულზე, რომელსაც წარსულში თავადვე განუდგნენ, ისევ ჩამომწკრივდნენ და გუშინ უარყოფილ თანამებრძოლებს გმირებად და პოლიტპატიმრებად ნათლავენ. ეს არის პოლიტიკური ცინიზმის მწვერვალი. თუ 4 ოქტომბრის საღამო მართლაც გმირული იყო, რატომ არ ისურვეს თავადაც ამ გმირობის თანამონაწილეობა და პროცესებს უმალვე განუდგნენ ან დაიმალნენ? ეს ნიშნავს, რომ ძალადობისგან ოპოზიციის მაშინდელი დისტანცირება მხოლოდ ტაქტიკური უკანდახევა იყო და სინამდვილეში სრულად ეთანხმებოდნენ სისხლიანი დამხობის სცენარს. ამით აიხსნება, რომ დამხობის ორგანიზატორებს დღეს პოლიტპატიმრებად და გმირებად მოიხსენიებენ. და ბოლოს, საინტერესოა, რატომ ხდებიან კონკრეტული ადამიანები გმირები ოპოზიციისთვის მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ციხეში სხედან. და არა მაგალითად მაშინ, როცა სახელმწიფოზე იერიშს ახორციელებდნენ და პრეზიდენტის სასახლის არბევდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ალბათ ეს არის კითხვა, რომელზეც დაფიქრება მართებს ყველას, ვინც რადიკალური ოპოზიციის ხელში ინსტრუმენტად იქცევა და მათ თამაშებში ჩართვას დააპირებს. კვირის პოსტში რეკლამის დროა, არ გადართოთ, მალე დავუბრუნდებით.
კიევის პოსტი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. 5 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი პირდაპირი კომუნიკაცია ხელისუფლების პირველ პირებს შორის. დიალოგის ინიციატორად კიევი მოგვევლინა. თანაც იმ მძიმე და უსამართლო ფონის შემდეგ, რომელსაც წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა განაპირობებდა. ჩვენ გვახსოვს დაუსაბუთებელი დემარშები, ელჩის გაწვევა, სანქციები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და მუდმივი მცდელობა საქართველოს მისთვის საზიანო პროცესებში ჩაეთრიათ. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად თბილისმა მოახერხა და შეინარჩუნა მყარი, პრინციპული პოზიცია. სწორედ ამ სიმტკიცემ განაპირობა პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული თავდაჯერებულობა ამ შეხვედრისას. ირაკლი კობახიძე დიალოგში შევიდა როგორც სახელმწიფოს ლიდერი, რომლის პრაგმატულმა პოლიტიკამ დროს გაუძლო და საკუთარი სიმართლე მყარად დაიცვა. კიევის მხრიდან კომუნიკაციის ინიცირება კი ერთგვარ აღიარებას გავს იმისა, რომ აგრესიული რიტორიკა უპერსპექტივო აღმოჩნდა. დეტალები ანინ ადირაშვილის სიუჟეტში. 5 წლის შემდეგ პირველი კომუნიკაცია ხელისუფლების პირველ პირებს შორის. მოგვიანებით ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა. თქვა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაც და დიალოგიც კიევის ინიციატივით მოხდა. იქვე სამომავლო თანამშრომლობაც დააანონსა. ქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს მოუგვარებელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე გაგრძელდეს. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავ აგრძელებს პატივისცემას საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ხალხის მიმართ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერმა თავის მხრივ შეხვედრას და საუბარს საინტერესო და მეგობრული უწოდა. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მოკეცერად დავდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო საუბარი ჩვენ შორის და იყო ძალიან მეგობრული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი ერთმანეთს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების IPC-ის მერვე სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. მსგავსი სამიტები მთლიანად სიმბოლოებზე მუშაობს. აქ კადრებს, პოლიტიკურ ჟესტებს, დიპლომატიურ სიგნალებს უფრო მეტი ძალა აქვს ხოლმე, ვიდრე ერთობლივ განცხადებებს ან კომუნიკეს. შესაბამისად, ეს უბრალოდ პროტოკოლური ხელის ჩამორთმევა არ არის, მაგრამ არის თუ არა ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისი. და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ იმას აქვს, რომ დიალოგის ინიციატივა უკრაინის მხრიდან მოდის. ბოლო წლებში ურთიერთობების ყველაზე მწვავე ფაზები სწორედ კიევიდან გაკეთებულ პოლიტიკურ გზავნილებს უკავშირდება. დემარშები, მწვავე განცხადებები, სანქციები, დაპირისპირება სააკაშვილის საკითხზე, ომის თემაზე. ამიტომ ზელენსკის საჯარო მოწოდება დიალოგისკენ და სამომავლო თანამშრომლობისკენ კითხვებსაც აჩენს. ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება პოლიტიკაში შესაძლებელია, თუმცა რეალური დიალოგის დასაწყებად წარსულში გარკვევაც აუცილებელი. სხვანაირად მოუგვარებელი წარსული მომავალ ურთიერთობებზე მუდმივად აისახება. ამიტომაც შემოbrunება პოლიტიკაში შესაძლებელია, მაგრამ ყველაფრის დავიწყება თითქმის შეუძლებელი. ამ კონტექსტში ზელენსკის ინიციატივაც და გადაუჭრელ საკითხებზე აპელირებად შეიძლება წავიკითხოთ, როგორც მინიშნება, რომ კიევი წარსული პოლიტიკის სიმძიმეს აცნობიერებს. ის რომ დღეს უკრაინას სომხეთთან და აზერბაიჯანთან ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე საქართველოსთან, დიდი პარადოქსია. სანამ ისტორიაზე გადავალთ, ერთი მაგალითი მოვიყვანოთ. რამდენიმე თვის უკან საქართველომ ხელი მოაწერა ჰააგის კონვენციას რუსეთის მიერ უკრაინისთვის რეპარაციების გადახდის მექანიზმის შექმნის შესახებ. სომხეთი და აზერბაიჯანი ამ დოკუმენტს არც კი უერთდება. მაინც რა უნდოდა კიევს თბილისისგან? იმისთვის რომ გავიგოთ, რატომ გახდა ეს ხელის ჩამორთმევა პოლიტიკური მოვლენა, წარსულს უნდა გადავხედოთ. ეს ისტორია კი 2012 წლიდან იწყება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნება იგებს. სააკაშვილის პარტია იძულებულია მარცხი აღიაროს და ოპოზიციაში გადავიდეს. თავად სააკაშვილი ქვეყანას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ტოვებს და უკრაინაში გარბის. ეს გაქცევა მალე თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობას დაძაბავს, რადგანაც სწორედ მაშინ, როცა თბილისი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღწრავს. მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებული სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კიევი მას არამხოლოდ კარს უხსნის, უკრაინული პოლიტიკური სისტემის ნაწილადაც აქცევს. როცა სააკაშვილი არამხოლოდ საქართველოზე, ქართულ პასპორტზეც უარს იტყვის, კიევი მას მოქალაქეობას მისცემს და მაღალ თანამდებობებს შესთავაზებს. პოროშენკოს დროს ჯერ პრეზიდენტის მრჩეველი, შემდეგ კი ოდესის გუბერნატორი ხდება. ზელენსკის დროს რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ნიშნავენ. მე სააკაშვილის შევთავაზე, რომ ჩემი მრჩეველი ყოფილიყო, მაგრამ მან მიპასუხა, რომ ეს მისი დონი არ იყო და თავად შემომთავაზა ვიცე-პრემიერად.
პრემიერად დამენიშნა. მან თქვა, რომ შეეძლო მთავრობაში რეფორმებით დაკავებულიყო. მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს ფრაქციაში. საბოლოოდ მან მიიღო რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. სააკაშვილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მუდმივ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება. თბილისი უკმაყოფილებას დიპლომატიური არხებითაც გამოხატავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩს ვასილი ციბენკოს დაიბარებენ. ურთიერთობების ღია კრიზისამდე უკრაინული მხარე ცდილობს თბილისი დაარწმუნოს, რომ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ არის. საპასუხოდ ციბენკო ირწმუნება, რომ სააკაშვილის დანიშვნა თბილისის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თბილისში გაოცებას არ მალავენ, თუმცა იქვე იმედოვნებენ, რომ ქართულ-უკრაინულ სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ შეექმნება, თუმცა ეს მოლოდინი დროთა განმავლობაში ქრება. თბილისში ჩნდება განცდა, რომ უკრაინული პოლიტიკური სისტემა არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტისთვის იქცა თავშესაფრად, არამედ იმ ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვისაც, რომელთა ექსტრადირებასაც საქართველოს სხვადასხვა საქმეზე ითხოვს. უკრაინულმა მხარემ იკითხა რამდენიმე დღის წინ, რომ ის დოკუმენტაცია და ექსტრადიციის მოთხოვნები იყო თუ არა დღესაც ძალაში, რაზე პასუხიც მიიღო პროკურატურისგან საქართველოდან, რომ დიახ, ის მოთხოვნები არის დღესაც ძალაში. ზურაბ ბადეიშვილი, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი, უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლად ინიშნება. მაგალითად გიორგი ლორთქიფანიძე, სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, უკრაინული უსაფრთხოების სისტემაშიც იღებს თანამდებობას. თბილისში ამას უკვე მხოლოდ პოლიტიკური თავშესაფრის თემად აღარ აღიქვამენ. ყოფილი მაღალჩინოსნები არა მხოლოდ თავს არიდებენ ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ ქართულ პოლიტიკურ პროცესებშიც აგრძელებენ მონაწილეობას. ხან რევოლუციებით იმუქრებიან, ხან გადატრიალებებით, ხან სიურპრიზებს აანონსებენ. კიდევ ბევრი სიურპრიზები აქვს მომზადებული, ასე რომ მოემზადეთ. 2021 წელს კი გაქცევიდან 7 წლის შემდეგ უკრაინული სპეცსამსახურები სააკაშვილს არაჟნის კონტეინერში მალავენ და საქართველოში შემოაპარებენ. ეს ადასტურებს, კიევში ფიქრობენ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რევოლუციური გზითაა შესაძლებელი, მაგრამ არაფერი გეგმის მიხედვით არ წავა. სააკაშვილს პოულობენ და აპატიმრებენ. უკრაინის ომს სააკაშვილი საკანში შეხვდება. მძიმე საომარი ვითარების მიუხედავად კიევი მის გათავისუფლებას აქტიურად ითხოვს. თბილისს სრუბრალდებებს უყენებს. ქართულ ოცნებას სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტი პირდაპირ იტყვის. დღეს საქართველოს ხელისუფლება მას კლავს. იცით, რომ ის მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ. ასეთი მძიმე ბრალდებებიც კი ჯერ არ არის დაძაბულობის კულმინაცია. კულმინაციას რუსეთის უკრაინაში შეჭრა შექმნის, მაგრამ ურთიერთობები უკვე გაფუჭებულია. მეგობრობა უკვე დისტანციურადაც კი არ გამოდის. ცალმხრივი ხდება. ამ ხაზს ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს. ამიტომ სააკაშვილთან მიმართებაშიც ქართული ოცნება ცდილობს ფაქტებზე ილაპარაკოს და ცრუ ნარატივებს არ შეხვეს. მაგალითად, კიევი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინაში გადაიყვანოს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მის უკრაინაში დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. თბილისში აცხადებენ, რომ სააკაშვილი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის მიმართ ყველა პროცედურა კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. თითქოს ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მომპყრობა, რაც არის სიყალბე და ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობა. სტრასბურგის სასამართლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. თბილისი სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე მითითებით იტყვის, რომ სააკაშვილის უფლებებს უმაღლესი სტანდარტებით იცავს. მაგრამ კიევს ფაქტები და ევროპული სასამართლოს ვერდიქტი არ აინტერესებს. ამ მომენტიდან უკვე პროპაგანდა უკრაინის რეალური პოლიტიკა ხდება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩს იბარებენ. საპროტესტო ნოტას გადასცემენ და 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვებასაც კი მოსთხოვენ. მე დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში. გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და შევთავაზოთ უკრაინის დატოვება უახლოეს 48 საათში. მაგრამ საცირკო წარმოდგენას სააკაშვილი მალევე თავადვე დაასრულებს. სასიკვდილო ნომრის შესრულება არ გამოუვა. რეალობას ყველა დაინახავს. სტრასბურგის სასამართლოც დაადგენს, სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა არ იკვეთება და სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
გარდა ამისა, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც ევროპული კონვენციითა და ოქმებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების პატივისცემის მიზნით მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას. დაძაბულობა უკრაინის ომთან ერთად კიევის მხრიდან სულ უფრო კონფრონტაციული, აგრესიული და მტრული ხდება. ომის პირველ დღეებში საქართველოს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო რეზოლუციებს უერთდება. ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის, ათასობით უკრაინელ ტოლვილს იღებს, მაგრამ კიევიდან სულ უფრო აგრესიული განცხადებები ისმის. უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოსგან მოითხოვენ იმას, რასაც სხვა არც ერთ ქვეყანას პირობად არ უყენებს. მოხალისეების გაგზავნას ფრონტის ხაზზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლას. ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია. იქნებ გაიხსევნოთ ცხინვალსა და სოხუმში, შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშან ტრანსპორტიორი, ტანკი, მიდით, გამოგადგებათ. თუ დნეპრისპირეთი და საქართველოს დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე. ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა. დღესაც მიმაჩნია, რომ საქართველოს თუ ჩათვლის, რომ ეს მისი ტერიტორიაა, უნდა ადგეს და დაიცვას თავისი ქვეყანა და სხვა ქვეყნები. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. უკრაინაში ბარბაროსული ომი მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობას კი ჩვენთვის ერთი ცალი ვაზნაც არ გამოუგზავნია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არაფრით დახმარებია. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები წყდება. კიევი უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს გაიწვევს და უკან აღარც დააბრუნებს. ოფიციალური მიზეზი: საქართველოს არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ აგზავნის მოხალისეებს უკრაინაში. დაბრუნებულია ელჩი საქართველოსდან. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის. გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური. პარალელურად ჩნდება კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მაშინდელი მდივანი ალექსეი დანილოვი ერთ-ერთი პირველი იტყვის. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. სამწუხაროდ მათ შორის საქართველოსაა. მიხაილ პოდოლაკი ზელენსკის ოფისის მრჩეველი აბსურდის ზღვარს ცდება. როცა რუსეთს საშუალებას აძლევთ თქვენი ტერიტორიის გავლით ფული იშოვოს, ეს ნეიტრალიტეტი აღარ არის. ყველაზე მძიმე თემად მაინც მეორე ფრონტის გახსნა იქცა. დღესაც მიმაჩნია, რომ საქართველოს თუ ჩათვლის, რომ ეს მისი ტერიტორიაა, უნდა ადგეს და დაიცვას თავისი ქვეყანა და სხვა ქვეყნები. თუ გგონია, რომ ეს შენია, მაშინ უყურე როგორ ვიქცევით ჩვენ და ასე მოიქეცით თქვენც. არის ასეთი გამოთქმა, მაგრამ ისინი ელოდებიან. დღეს ჩვენზე ბევრი ქვეყანა ამყარებს ძალიან დიდ იმედებს, რომლებიც ჩვენი გამარჯვების შემდეგ დაანგრევენ რუსეთის ფედერაციას, წაართმევენ იმას, რაც ოდესღაც რუსეთმა წაართვა. საქართველოს სანქციებს არ აწესებს, მაგრამ იცავს საერთაშორისო შეზღუდვებს. რუსეთს არ ეხმარება და არც მის ინტერესებს გამოხატავს. ამის შესახებ უკვე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები იტყვიან, რომლებიც ამ ხმაურის ფონზე საქართველოში ჩამოდიან. ვითარებას ეცნობიან და წერენ, რომ არანაირი შავი ხვრელი საქართველოში არ არის. მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდისავლა. მადლობას გიხდით ასევე თქვენი ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის, რათა განხილული იქნას სანქციების გვერდისავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ზელენსკი ქართულ ხალხს მიმართავს და ცდილობს საზოგადოება და ხელისუფლება გამიჯნოს და არ წმუნოს, რომ თბილისი მოსკოვის ინსტრუქციებს ასრულებს. სამარცხვინოა, რასაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებენ. როდესაც მოსკოვი აქებს საქართველოს მთავრობას, ეს აჩვენებს თუ ვისთვის მუშაობენ ისინი. არადა საქართველოს 260-ზე მეტ საერთაშორისო რეზოლუციასა და განცხადებას უერთდება, რომლებიც რუსეთის აგრესიას გმობდა და მხარს უკრაინას უჭერდა. მათ შორის არის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართვები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი დოკუმენტები, რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნები. საქართველოს იმ 38 ქვეყანას შორის არის, რომლებმაც ჰააგის სასამართლოს რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართა. უკრაინაში 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა. 10,000-ობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. მათ დაფინანსებაც გამოუყო და სასწავლო კლასებიც გაუხსნა, მაგრამ ყველაფერი ეს კიევისთვის განმსაზღვრელი არ იქნება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, როცა ხალხი ხმას ისევ ქართულ ოცნებას მისცემს, მისი სახით კი პრაგმატულ პოლიტიკას და სუვერენიტეტის დაცვას მხარს დაუჭერს, უკრაინის პრეზიდენტი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომლითაც სანქციები 20-მდე ქართულ პოლიტიკურ ფიგურას და მაღალჩინოსანს დაუწევს
მოუწესდება. მათ შორის იქნება პრემიერ-მინისტრიც. სანქციები მოიცავს უკრაინაში შესვლის აკრძალვას, ფინანსურ შეზღუდვებს, ქონებრივ და ბიზნეს ოპერაციებზე შეზღუდვებს 10 წლის ვადით. ბოლო წლებში სწორედ კიევიდან მოდიოდა სულ უფრო მკვეთრი პოლიტიკური რიტორიკა, ბრალდებები, დემარშები, სანქციები და საჯარო ზეწოლა. თბილისი თავის მხრივ ცდილობს ურთიერთობა სრულ კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს და მწვავე უთანხმოებების მიუხედავად თანამშრომლობის ფორმალური ჩარჩო შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ იქცა სიმბოლურად უკრაინული მხარის ინიცირებული კომუნიკაცია. ქართულ მხარეს შეუძლია თქვას, რომ უსამართლო დამოკიდებულებებისა და ხელოვნურად შექმნილი მწვავე კრიზისის მიუხედავად კიევთან კომუნიკაციის არხები არასოდეს დაუხურავს. დიალოგის შესაძლებლობა ბოლომდე არასოდეს უარყვია. ამიტომაც ირაკლი კობახიძე საკმაოდ თავისუფლად და თავდაჯერებულად ჩნდება დიალოგში. კიევი კი იწყებს საჯარო საუბარს დიალოგზე, თანამშრომლობასა და გადაუჭრელ საკითხებზე. შესაძლოა ეს პირველი რეალური მცდელობაა, რომ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები სრული პოლიტიკური გაყინვიდან გამოვიდეს. თუმცა ძველ, თბილ და სტრატეგიულ პარტნიორობამდე ჯერ საკმაოდ გრძელი გზაა. ამისთვის კიევმა თბილისთან უსიამოვნო, აგრესიული და კონფრონტაციული პოლიტიკით გაჯერებული წარსული უნდა დახუროს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მორიგი გაერთიანების მცდელობა უფრო შიდა პარტიულ რინგს დაემსგავსა, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ პლატფორმას. გეგმა, რომელიც რეგიონებში ხალხთან შეხვედრას და მხარდაჭერის მობილიზებას გულისხმობდა, პირველივე გასვლაზე ჩაიფუშა. ამ მომრჩეველთან დიალოგის ნაცვლად სააკაშვილ-ბოკერია გვარამიას სამკუთხედში ისევ ძველი წყენების, პარტიების დაშლისა და ერთმანეთისთვის ღალატის წამოძახების სეზონი გაიხსნა. განსაკუთრებით კომიკურია იმ შეხვედრების სურათი, სადაც ეგრეთ წოდებული ალიანსის წევრები ხალხის ნაცვლად საკუთარ აქტივს ხვდებიან და მაინც თითქმის სარიელ დარბაზში უწევთ საუბარი. ამ ფონზე ნიკა გვარამიას მცდელობები დაფაროს შიდა ბზარები აბსურდამდე მიდის. ჯერ დაპირისპირება უარყო, შემდეგ კი მხარდამჭერებს ამავე დაპირისპირების გაღრმავებისგან თავშეკავებას სთხოვა. ზურაბ ჯაფარიძემ კი როგორც ჩანს რეალობას თვალი ყველაზე ფხიზლად გაუსწორა, როცა პირდაპირ აღიარა, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა აღარ აქვს. ნათია ბერიძე თემის დეტალებით. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ სცადა ერთიანი ალიანსის შექმნა. გეგმა რეგიონებში გასვლა მოსახლეობასთან შეხვედრა და მხარდაჭერის მოპოვება იყო. ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ერთობაზე შეთანხმების მიზნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის. მადლობას უხდის ყველას, ვინც შეძლო ერთად დადგომა. ჩვენი გზავნილია ერთიანობა. ეს არის ერთობა. ეს პოლიტიკური ერთობის შექმნა იყო ერთგვარი დაკვეთა პარტნიორებისგან. პარტნიორებისგან რა თქმა უნდა. თუმცა რეალობაში პროცესმა სულ სხვა მიმართულება მიიღო. ხალხთან საუბრის ნაცვლად სააკაშვილ-ბოკერია გვარამიას ალიანსის ლიდერები ისევ ერთმანეთთან დაპირისპირებებითა და შიდა გარჩევებით აღმოჩნდნენ დაკავებული. მიშამ თვითონ თქვა, ხო, რომ მე არ მოვიხვევ თავზე არავის წესებს და სხვებსაც ურჩევ, რომ ეგრე არიანო და ეს განცხადება სრულიად შეუთავსებელია ალიანსში ყოფნასთან. ვინც აი ამ შეთანხმებას უპირისპირებდა არ ողობს და სამწუხაროდ ეს არის სააკაშვილის მოძრაობა. თვითონ აყენებს ამ შეთანხმების მიღმა თავს. ამ მომენტისთვის თავად დააყენეს ამ ალიანსის მიღმა თავი ამ თავის აქციებში. ერთადერთი, რასაც უთხოვ ოპოზიციას, გამაგებინეთ 26 მაისის აქცია არის თუ არა. ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ. არანაირი აქტიურობა არ არის. ამ 4 ოქტომბრელს ვინმე მაუხსენით, რომ თავის პარტიას მიმართოს ხოლმე. დანარჩენებს ამ 4 ოქტომბრელის მოწოდებები წიხლზე გვკიდია და მხოლოდ ამ ფაქტის ხაზგასასმელად ვიყენებთ. თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის. თუ ენემის რომელიმე ფრთისთვის ამ შეთანხმების დაცვა ცენზურას ნიშნავს, ეს მათი შიდა პრობლემაა და მე სხვა პარტიის შიგნით მიმდინარე დავებზე და სირთულეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მათ უნდა გადაწყვიტონ პარტიის შიგნით სურთ ამ შეთანხმების დაცვა და ნაწილად ყოფნა თუ რა სურთ. თუ ისიც შემიბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკეთავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა. მე მგონი მართლაც დადგა დრო, რომ სატელევიზიო სტუდიებიდან გამოვიდე. აუტანელი გახდა უკვე ეს შეუზღუდავი ეთერი. მადლობა ბელადო, რომ გამომაფხიზლე. ახლა ირონიის გარეშე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსს მიღმა აყენებს თავს და თვით მარგინალიზაციას ეწევა. ამდენად, ალიანსში მართლა არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა.
ფონი განსაკუთრებით დაძაბულია ოპოზიციის შიგნით. მიხეილ სააკაშვილი აშკარად უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით. მიშა ვერც ბოკერიას პატიობს ნაციონალური მოძრაობის დაშლას და ვერც ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტიის გაყოფას. ნიკა მელია, რომელმაც ვრცელი წერილი მოიწერა. წერილი, რომელიც მართალია მე ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ გავიგე, ის რომ მე არ მოვწონვარ. რამდენიმე ქალაქში უკვე ვიხილეთ ალიანსის სახელით ჩასული თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც მოსახლეობასთან ფართო მასშტაბიან შეხვედრებს აანონსებდა, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა. შეხვედრები ფაქტობრივად პარტიულ აქტივთან დისკუსიებად გადაიქცა. ხალხის აქტიურობა კი თითქმის არ ჩანდა. მეტიც. ოპოზიციონერი ლიდერები განსაკუთრებულად ცდილობდნენ მედიაში არ გამოჩენილიყო ცარიელი სივრცეები და დაბალი ინტერესი. ფაქტია, რომ ეგრეთ წოდებული ალიანსის ერთიანობაზე კითხვები დღითიდღე იზრდება. ჩვენ როცა გეტყვით და გამოვთ, მე ჩაგწერეთ. იბრძანით თუ შეიძლება, არა, აქვს, იმიტომ რომ ჩვენი მხარდამჭერები. მიდი გეხვეწები ყოველდღიური ურთიერთლანძღვისა და დაპირისპირებების მიუხედავად ალიანსის სხვა წევრები ნაცმოძრაობის გარიცხვას არ ჩქარობენ. როგორც ჩანს, საკუთარი ელექტორალური რესურსის იმედი დიდად აღარ აქვთ. ამიტომაც ნაცმოძრაობასთან გაყრას ჯერჯერობით სააკაშვილისგან ლანძღვის ატანა ურჩევნიათ. ალიანსი იყო წარმოდგენილი, ჩათვალეთ ნაცმოძრაობაც იყო წარმოდგენილი, მე კოალიციაში ვიყავი ნაცმოძრაობასთან ერთად და მე აქ როცა ვიყავი ვაჟღერებდი ნაცმოძრაობის პოზიციასაც და ძალიან გქონდ ამას რაღაცა ნიკა გვარამია ცდილობდა შიდა დაპირისპირების თემის გადაფარვას, თუმცა მალევე თავად მოუწია ეღიარებინა, რომ ალიანსის შიგნით სერიოზული უთანხმოებები არსებობს. ალიანსში დაპირისპირება არ არის ძიმე დისკუსიები ზოგჯერ. ვისურვებდი, რომ ეს არ ყოფილიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ალიანსის შექმნისასაც ვთქვით, არავის არ გვეგონა, რომ ცხოვრება იქნებოდა მარტივი. მათ შორის არა მხოლოდ ალიანსის წევრებს, არამედ გულშემატკივრებს ასევე ვურჩევდი, რომ დაპირისპირების გაღვივებაში არ მიიღონ მონაწილეობა და პირიქით ეცადონ, რომ ამგვარი დაპირისპირებები რაც შეიძლება მინიმიზირებულ იქნეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აცნობიერებენ, რომ საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება მათთვის სულ უფრო რთულდება. ზურაბ ჯაფარიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. მისივე თქმით, მათი მოწოდებები დღეს უკვე იმ მასშტაბის მობილიზაციას ვეღარ იწვევს, რასაც ადრე ახერხებდნენ. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ მე ჩავალ რეგიონში, იქ ხალხი გამოვა და ლაპარაკს დავუწყებს, ღაპარია, თუ ვინმეს გონია, რომ ეს არ გვიცდია, ინფორმაცია არ აქვს. ესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტებს, რატომ უნდა გამოვიდეთ, ასჯერ გამოვედით და მე რა. ოპოზიცია ტრალია ყველაფერი, ოპოზიცია არ ვარგა. ეს კლასიკა უკვე ყველა უნიჭო და უტრა. ამას იმეორებს 24 შვიდზე. პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხს, მეგონება მე სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და მეზარებოდეს ამ ხალხის გამოყვანა. მე საერთოდ ისიც არ მესმის, რატო ფიქრობს ვინმე რომ მე ამ იმეს ხალხის რაღაცა არის გაღვიძების ის ამაკ ვალდებულება. იმიტომ რომ პოლიტიკოსი ქვია, აი ნუ მართლა კაც. ხალხის მობილიზაციის პრობლემა მე არ მგონია, ზოგადად მე არ მინახავს ურას არის განცხადება ხო ვიდეო იყო როგორც მითხარით, ხო არ მინახავს ნამდვილად, ძალიან ბევრი საქმე მქონდა გუშინ და დღეს. დაძაბულობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა თამარ ჩერგოლეიშვილის ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერის დროს, როდესაც ჟურნალისტის შეკითხვა მის აშკარად გააღიზიანა და პასუხის ნაცვლად აგრესიულ შეტევაზე გადავიდა. მართლაც რაღაცა ესეთ დახურული ფორმატი არის და თუ არის ეს დახურული რას ემსახურება? შენ ხო ჟურნალისტი ხარ, ემა? დიახ. შენ ხო ჟურნალისტი ხარ, ემა? შენ ხო არა ხარ და არა ხარ ნამდვილად თუთიყუში, რომელსაც იმეორებს, რასაც ქართული ოცნება იძახის, ხო? შენ უნდა მოიძიო შენ თვითონ ინფორმაცია და ნახო, რავი მე ხარ 8 საათი ქუჩაში ვიყავი და 9 საათი ოთახში ვხვდებოდი 1 საათი ადამიანებს და ქუჩაში დავდიოდი დაცვის გარეშე, ყოველგვარი რაღაცა ამალის გარეშე ადამიანებს ველაპარაკებოდი და ეს ყველაფერი საჯაროა და მეზარება ხოლმე
როდესაც ის რაც უკვე გავასაჯაროვეთ და საჯაროა ჟურნალისტებს უნდა მოუყვე ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს და ჭეშმარიტება რაც არის პირდაპირ უთხრას მაყურებს. რატომ ეკითხებ ახლა ქოცების პროპაგანდაზე დროს რატომ აკარგინებ ამ ხელახავს? ანუ ქოცების პროპაგანდა არის თუ კი მე გამიჩნდა შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით და არ ვიცი მე თქვენ თუ შეურაცხყოფა რატომ ასე თქვა ჩათვალეთ რომ გეკითხებით რაღაც სისულელეს კი ბატონო ხიარულად დარბოდი ქუჩებში და არანაირი ინციდენტის მსგავსიც კი არაფერი არ გქონია ეს არ მიგულისხმია და არც ყოფილა ეს ქვეტექსტი ჩემს შეკითხვაში მე როგორი თქვენ ხართ ზურა ჯაფარიძეც გიგა ლემონჯავაც ყველა არ მე მიყვარს პროფესიონალიზმი ემა მე მედია მინდა რომ იყოს პროფესიონალი და როდესაც პროპაგანდისტულ ტყუილებს ისვრიან თავად ამოწმებდეს ამ ტყუილს და სიმართლეს ეუბნებოდეს მაყურებელს მე კი არ მამტკიცებინებდეს იმას რომ ეხლა ორი ყური მაქვს ეხლა და ორი ხელი მაქვს კი მე თქვენზე უკეთეს პირველ წყაროს ნახავდი ინფორმაციის გადასამოწმებლად საამარ და პროფესიონალიზმის შეფასება კიდევ რა ვიცი ძალიან ეს არ არის ინფორმაცია კრიტერიუმია გადავიდეთ სხვა თემაზე ძოებული მხარე კი ბატონო მე შეიძლება მოგატყუო შენ უნდა გადაამოწმო ხო და ვამოწმებ თქვენთან თამარ ძვირფასო თქვენთან ვამოწმებ თქვენ უშუალოდ ხარ არ უნდა შეხვედრების ორგანიზატორი თქვენ ხართ უნდა ნახო და ის ადამიანი ვინც მაქვს სისულელეს გეუბნება უთხრა რომ არა მე ჩემი თვალით ვნახე რომ იმ ადამიანებს ქუჩაში ქონდათ საათების განმავლობაში შეხვედრები ფინ რა უნდა ვიცოდეთ ძალიან ამას უნდა უტრიალებდე და შენ მე მალამახარჯინებ შესახებ ქართული ოცნების პროპაგანდაზე ზედმეტად რეაგირებთ იმაზე თუ რას ამბობს თქვენზე ქართული პროპაგანდა და ზედმეტად არ რეაგირებ პროფესიონალიზმის ნაკლებობა მაწუხებს ზედმეტად არ შეიძლება რომ ვირეაგირო არაპროფესიონალიზმზე და ეხლა რომ ჩვენ ამაზე დროს ხარჯავთ არის ჩემთვის არაპროფესიონალიზმი იმიტომ რომ მედიის პროფესიული მოვალეობაა რომ შეამოწმოს ფაქტი კი ბატონო თამარ გთხოვეთ რომ ნუ ღარ დავხარჯავ მე კი არ მახსნევი დროს ამ ყველაფერს ფონად მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც გასდევს. ციხიდან აკვირდება პროცესებს და ყოფილ თანაგუნდელებს ირონიულად მიანიშნებს, რომ მის გარეშე ოპოზიცია შედეგს ვერ მიაღწევს. მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე. დროა გათავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ. რაც შეეხება ალიანსში გაერთიანებულ მცირე პარტიებს, მათი რეალური როლი და პოლიტიკური წონა დღემდე გაურკვეველია. ფაქტი კი ერთია. ოპოზიცია კვლავ ცდილობს ერთიანობის დემონსტრირებას, თუმცა საზოგადოებისგან მხარდაჭერის ნაცვლად უარყოფით რეაქციას იღებენ. ეს იყო კვირის პოსტი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით. დროებით.